ბატონი გია სულაქველიძე, ქალაქ თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს ადამიანის ეკოლოგიის განყოფილების გამგეა. მოგესალმებით. მე მინდა დღეს გიჩვენოთ ფილმი, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი ექსტრასენსის, ფსიქოთერაპევტის გია სულაქველიძის ცხოვრებას და მოღვაწეობას. გია იყო ჯუნა დავითაშვილის უსაყვარლესი მოსწავლე, რომელმაც ბულგარეთში მოღვაწეობის პერიოდში ორჯერ ნახა და მოინახულა ბაბა ვანგა, ცნობილი ნათელმფრინველი. იმის შემდეგ 30 წლის მანძილზე გიამ თავისი ნაფეთქალი აი პატარა წიგნში ჩადო, რომელსაც უწოდა ვანგას ღიმილი და რომლის ეკრანიზაციაც მე დღეს მინდა შემოგთავაზო. დავით. ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე მე ყოველთვის ვეძებდი არაორდინარს ჩემ პროფესიაში. წლების განმავლობაში ჩვენ თანამშრომლობთ დიდი ხანია და თავად ეს სისტემა ზოგადად სამეცნიერო სფეროებისათვის ევროპის, ამერიკის და აღმოსავლეთის ქვეყნებშიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ თემის განვითარებაც და შესაბამისად მუშაობაც. ძალიან ბევრი მიმართულება შევიცვალე დაწყებული სასწრაფოს ექიმიდან უროლოგიაში, დიაგნოსტიკაში, მაგრამ ვეძებდი სულ რაღაც ახალს, ძალიან მარტივს და აღმოჩნდა რომ თურმე ეს ყოფილა ექსტრასენსორიკა, რომელიც ძალიან მოდაში იყო ჩემ პერიოდში, ოღონდ მე ამას უყურებდი სერიოზულად, სამეცნიერო ექსტრასენსორიკა. თვითონ სიტყვა ექსტრასენსი ეს არის ზემგზნობიარე და ზემგზნობიარე პირველ რიგში ექიმი უნდა იყოს. ეს ფეხის ტკივილები დამეწყო 2 თვე ნახევრის წინ. არ მივაქცია ყურადღება, სანამ არ გაძლიერდა უფრო, სანამ უფრო არ შემაწუხა და იმდონემდე რომ უკვე ცილის საშუალებას აღარ მაძლევდა. ვეღარ შევძელე უკვე სიარული, მივედი ექიმთან და გამიგეთეს ოპერაცია. ეს მეთოდი არის ბიოენერგოთერაპია. ამის დემონსტრაციას მე გავაკეთებ ოპერაციას. თავად ის არის რომ ასეთი დაავადებების დროს, აი ასეთი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ესე იგი აქ მედიკამენტი არ შველის ტკივილის მოხსნას და ძალიან მძიმედ გადასატანია. და ფანტომური ტკივილები გრძელდება 8 თვე 2 წელი. და წარმოიდგინეთ პაციენტისათვის რა მძიმეა მისი მდგომარეობა. იმიტომ ტკივილები ხანდახან მიდის თავის მოკვლის სუიციდალური ნიშნებით საუბრობენ და ეს რაც გამოწერამდე ჯერ კიდევ დამეწყო რაღაც ფანტომური ტკივილები, რასაც ქვია. ეს არის საშინელება. მისული არ იმზომანდი რომ კედელს თავი უნდა დავარქვა, რომ ვეღარ ავძლებს. 2 თვის განმავლობაში ვძილობ. ეს იარაღი როდესაც გვაქვს ბიოენერგოთერაპია და საინტერესოდ უნდა გამოიყენოს ყველა იმამ, ვისაც ეს ჭირდება მეცნიერულ თვალსაზრისით. და თვითონ შემეცნებითი ასეთ თერაპიას ხმარობენ, რასაკვირველი ეს ჩემი აღმოჩენილი არ არის, უბრალოდ არ გამოყენებულია საქართველოში. და ალბათ ჩვენ მივისებთ ამას გზას, ამას ფილიპინელები აკეთებენ. ფილიპინელი ხილერები, რომელთაც მიმოწერა მე მაგდა და საინტერესო ალბათ არ ჩამოვდნენ, არ ჩავალ და მოდის ყოველდღე ბატონი აგერუბე. მე-10 სია, 800 ჩამედა. აი მიმზოვანდი ვიყავ კონკრეტულად, რა განაკეთე სოდი სიმწრის განადგილებისგან და დიდი მადლობა ატომია ბევრისთვის განკურნალოს, ბევრი გადაგერჩინა, ბევრი მოგერჩინა. სიკეთე და ბედნიერება მეგობრებო. ბატონი გია გამომდინარე იქიდან რომ მისი აზროვნება ბევრად განსხვავებული არის ჩვეულებრივი ექიმის აზროვნებისაგან, ჩვეულებრივი ადამიანის აზროვნებისაგან, ძალიან ახლოს არის ამ სისტემასთან, მას ძალიან კარგად ესმის, რა არის ადამიანი, რა არის ადამიანის ცნობიერება და ის პროცესები, რა პროცესებიც მიდის
თითოეულ ადამიანში. ჩემი პროფესია ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკოსი ძალიან ახლოს არის ცნობიერობასთან, ადამიანის ფსიქიკასთან და ერთადერთი სურვილი მაქვს. ხა ბევრი რაღაცა ესეთი თემატიკა არის ასეთი, რომ თურმე შემძლებია რბილი ქსოვილიდან უცხოს სხეულის ამოტანა. ერთ გოგონას ახალგაზრდა ქალს ქორწილში მოხდა ასხეტილი ტყვია. მაყრის მიერ გასროლილი ტყვია კედელს მოხდა და მოხდა გულმკერდის არეში. და არ შეიძლება ტყვის ამოღება, იმიტომ რომ ისეთი მზიზარღვები იყო მის გარშემო, რომ შეიძლება დაზიანებულიყო და დიდი სის დაკარგვას ჰქონოდა ადგილი და დაუტოვეს ეს ტყვია ჩვეულებრივად. თავის კაფსულა გამოიღო ამ ტყვიამ, კაფსულირება მოხდა და მეტი არაფერი, მაგრამ გოგონას დარჩა კიდურის ტკივილი, მარჯვენა ხელს ვერ წერდა ბოლომდე და ეს იყო ჩემი მეგობრის და მითხრა რომ გიაო იქნებო, ხელიო წყობში ჩაუყარნოო და დავიწყე ხელზე მუშაობა. ტყვიაზე ყურადღება არ მიმიქცევი, არც ვიცოდი ეს თემა. გოგონამ მითხრა შენ რომ მუშაობ, ტყვია ტოკავსო, ტყვია. უკვე მიზნობრივად აზრიანად დავიწყე მუშაობა როგორც ხელზე, ისე ტყვიაზე და ყველაფერი ასე აგისურვე. 12 სეანსის მერე ტყვია ნელ-ნელა წამოიწია და გამოვანათა კანის ზედაპირზე. სულ ეხვეწები სამხედროებს, ვინც არის რომ თანამდებობის პირები მომიყვანეთ 1-2 რამდენიმე სამხედრო პირი, რომელსაც ბირქსოვილში აქვს უცხო სხეული, ნაღმის ნამსხვრევი, იქნება ტყვია, იქნება რაც არ იქნება მომიყვანეთ, სადაც მუშაობ კლინიკაში იქ და გაჩვენებთ, რომ თურმე ამ მეთოდს შეუძლია ის ამოწიოს ნელ-ნელა. ბატონი ჰერმან ვედეკიდი, ცნობილი გერმანელი მსახიობი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც საქართველოში ძალიან დიდი ურთიერთობა ჰქონდა. აქ თბილისში ჩამოსვლისას მას დაემართა ესეთი რამე, მუხლებმა უღალატეს. და იგი კუნდალობას ვერ იღებდა, მედიკამენტოზის ალერგია ჰქონდა და მე მიწვიეს. მართლა დავიწყე მუხლებზე მუშაობა, ქვემო კიდურების პრობლემები, მალე აღუდგა და იგი ჩვეულებრივად ჩადგა კალაპოტში და ამის გამო მიმიწვია გერმანიაში. გერმანიაში მოხდი ძალიან მაღალ წრეში სამედიცინო წრეს გულისხმობდა. მედიკინი ამაყობდა რომ აი საქართველოს ჩემი დამეგობრებულ ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. და ბევრ კლინიკაში წამიყვანა. ეს იყო ძალიან დიდი გაცვლა ურთიერთობის, ძალიან დიდი სიმპათია. გერმანელები მიუხედავად თავისი სკეპტიციზმისა, რეალურად იღებენ, იმიტომ რომ პირდაპირ ვაჩვენებდი მეთოდს. მათი პაციენტები და იმ წუთას რას იგებდნენ და რა შეგრძნებები ჰქონდათ, ეს იყო ძალიან დიდი აღიარება და გამარჯვება. საინტერესო იყო, რომ როდესაც ჩამოვედი 2 წლის მერე ერთ-ერთმა გერმანელმა სპეციალურად მომაკითხა აქ მადლობის ნიშნად, სულ ერთი სეანსი ჩაუტარე სმენის პრობლემებთან დაკავშირებით და ისიც კი არ დაავიწყდა. ესე გერმანელებს აქვთ ის მადლიერების გზნობა, რომელიც ხანდახან ჩვენ გვავიწყდება ხოლმე. 2 წლის მერე გავახსენდი მომძებნა მოვიდა მადლობა მითხრა კლინიკაში. ესეც ძალიან საინტერესო ადამიანს აქვს სამაყებელი რაღაც და ალბათ ჩემ პროფესიაში ეს არის. იმის გარდა რომ ის იყო ექსტრასენსი, ბატონი გია არის ქალბატონ ჯუნა დავითაშვილის პირველი მოსწავლე და ყველაზე საყვარელი მოსწავლე, ნდობით აღჭურვილი. პირველი ბროშურა ამაზე ამის შესახებ ჰქონდა ჯუნა დავითაშვილს. მას ჰქონდა აკადემია, ჯუნა დავითაშვილის სახელობის აკადემია, სადაც ის ასწავლიდა უკონტაქტო ბიომასაჟს, ანუ ექსტრასენსუალურ თვისებებს. და მე მისი წიგნი შევისწავლე. ავითვისე ის რაღაც ექიმები ყავით ძალიან გამიმარტივდა და მე ჯუნას დაურეკე, უთხარი რომ ჩამოსვლა მინდა გაცნობა თქვენი. და მას მოყვა ის რომ მართლაც მიმინებით წავედი მოსკოვში, უკვე აფიქსებული მქონდა მეთოდიკა ჯუნან პაციენტთან. მიმომაგრა და მითხრა, ანუ ნახოთ პაციენტი რასაც იტყვის, ეს იქნება შენი ვერდიქტი, შენ მიმართ გამოტანილი. მართლაც პირველი პაციენტი, რომელიც იყო, მას ჰქონდა ფეხების პრობლემები, სისხლის მიმოქცევა, დარღვეული ჩაუტარა ის მეთოდიკა, რომელიც იყო და პაციენტმა თავისუფლად ამოისურვა, ჯუნას უთხრა კიო. დავიდოვი ჯუნამ მითხრა, შენ არ გჭირდება სკოლის გავლა, უკვე ექსტერნად მე გაძლევ სერტიფიკატს და Гагзели ცხოვრებაში ამის გამოყენებაც. Гей, обязательно ты мне видеокассету дашь? Обязательно. Да. Теперь, когда мы сейчас, еще сегодня вечером. Будем, да, сегодня увидимся, да.
Еще раз я хочу знать. Поздравляю и желаю вам счастья. Творите чудеса на благо человека. Договорились? Надо на телевидение бежать, снять Всё, методику хорошо. для простых людей. Правда? Правда. Работайте, творите. Спасибо, спасибо. Спасибо, спасибо. მთელი ჩემი ცხოვრება ვიყენებ ამ მეთოდიკასაც და საინტერესო ის არის რომ მე აღმოაჩინე ჩემში ორი ხელი მაქვს, ერთ-ერთი ხელი არის ეკრან ხელი, ამით დიაგნოსტიკა, საოცარი ამაზე არის ინფორმაცია, ეს მინჯი ხელია და ერთად ქმნი აი ველის მოწესრიგებას სხვა მეთოდიკასთან ერთად, ფსიქოთერაპიულ მეთოდიკასთან ერთად უხილავი ველების მოწესრიგებას. ეს არის მთელი მიმართულება, ძალიან საინტერესო, ეს არის დამსახურება უპირველესად ჯუნას ჰქონდა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და იქ ძალიან ბევრი ექიმები, მეცნიერები გამაცნო, აპარატის გააკეთა, ჯუნა იმიტატორი. მთელი შინაარსი ის იყო, რომ ეს გამოსხივება, რომელიც ხელს არის, ფიქსირდებოდა. რატო იყო ჯუნა ფენომენი, რომ ის ხელი ასხივებდა სხვადასხვა პარამეტრებს. ანუ ეს იყო უნივერსალური დონორი, როგორც პირველი ჯგუფის სისხლი ყველას მიესაბამება, დაახლოებით ის ვარიანტია. ეს იყო ნამდვილი ფენომენი, ტრაგიკულად დაასრულა თავისფერი და ასე საერთოდ დიდ ადამიანებს ასეთი ბედი მოსდევთ ხოლმე, პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ. მე მადლიერი ვიქნები მის მიმართ, იმიტომ რომ იმის მაფასებდა მე და მეც იგივე პასუხობდი და მე ვკითხე ერთი ჯუნას, რომ ჯუნა რამდენი მეგობარი ყავს და რატო გიასთან, ანუ ჩემთან რატო ხარ ასეთი? შენ არ დაგვიწყები არც ერთ ჩემი დაბადების დღე, არც ერთი განსაკუთრებული რელიგიური დღესასწაული არ დაგერეკა. ჯუნა დაიტოვა მეუღლის გვარი დავითაშვილი, რუსეთში ცხოვრობ, მაგრამ ქართული გვარის მატარებელი, ქართული ფენომენის მატარებელი ვარ. ეს არის ცალკე ეპოქა. კონცეს უკვე კარგად ცნობილმა ქართულმა ექიმმა, პირველმა ქართულმა ექიმმა, ასე უნდა ითქვას, გიას ულაკველიძემ, რომელმაც გაიარა სწავლების სრული კურსი ჯუნასთან. ახლო ხანებში ის აპირებს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნება თბილისში ჯუნას ცენტრის ფილიალი. მაგრამ ვერ მოხერხდა. ყოველ შემთხვევაში თუ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელსაც დაინტერესებს, შეიძლება გაკეთდეს მისი აკადემიის ფენომენი. არ ვიცი, რამდენად მოხერხდება, მაგრამ ჩემში ყოველ შემთხვევაში ეს იდეა არის და მე ისევე უერთგულე, როგორც ჯუნა უერთგულა საქართველოს. ეს პირველი სერტიფიკატია, რომელიც უფლებას მაძლევდა უკონტაქტო ბიომასაჟით მუშაობის. ეს არის ჯუნას მიერ გაცემული სერტიფიკატი. ეს პროფესიიდან გამომდინარე, იმდენად დიდი მოსმენის და იმდენად დიდი დადებითი უნარი აქვს, რომ ამას პირველივე შეხედვისთანავე აუცილებლად იგრძნობს პაციენტი. ხშირად მინახავს მომასთან პრობლემებით სავსე პაციენტები, რომლებიც მოდიან და სეანსის შემდეგ განთავისუფლებულები და მადლიერები მიდიან. ეს არის აურალური დიაგნოსტიკა, ანუ პაციენტის ენერგეტიკული ველის შეხება. ანუ ყველა ადამიანი შედგება ფსიქოსომატური, ანუ სხეული და ენერგია. რაც ხდება ორგანიზმში, ადამიანის ორგანიზმში, ეს თავისებურად გამოდის გარეთ შრეების მიხედვით, თქვა სადრა ორგანოა და ის ორგანო რას იძლევა. აი მაგალითად გული, ვიწვი და ასე შემდეგ. საერთო ჯამში ეს ენერგიები არის გასაშუალებული და ადამიანი არის ჯანმრთელად გამოიყურება მეტნაკლებად, მაგრამ როდესაც დარღვევა, ხო, გარკვეულ ადგილებში ეს ველი აღშფოთდება. ჯუნას მეთოდიკა, რომელსაც მე ვხმარობ ამ დიაგნოსტიკაში, ეს არის ზუსტად ის, რაც ჯუნამ დაარქვა უსმენს საკუთარ ხელებს. ჩემი მხედველობის არე გადმოტანილია ხელში, ბუნებრივად, ანუ ხელით ვიდოთ მე იმ დიაგნოსტიკას, რომელიც არის. ეს ან გაქვს, ან არ გაქვს. ამიტომ ის რაც გაქვს, უნდა გამოიყენო რა ნიჭიც აგარ. ძალიან დიდხანს ვეძებდი ამას და მივაგენებ თუმე შემძლები. რაც ეხება გიას ულაკველიძეს, მან ასე ვთქვათ, უროლოგიასთან ერთად შეათავსა ეს ასე ვთქვათ შესაძლებლობები, ასე დავარქმევდი მე ამას, როცა ერთ ადამიანს თავისი ხელის მის სხეულთან, სხვის სხეულთან მიახლოებით შეუძლია ისეთი განცდების აღძვრა თავის თავში, რომელიც მაკურნებელად ზემოქმედებს მეორე ადამიანზე. Когда я был в Болгарии, там я предложил этот метод Джуны в поликлинике. В поликлинике мне, значит, мою лекцию они приняли нормально и привели нескольких больных.
А после этого, что было, как было, это расскажет нам доктор Талия Беличинова, которая в Болгарии рядом со мной все время работала. Она видела это чудеса через Джунины руки, что я делал. Хочу поблагодарить доктор Сулагвелидзе, который сделал такие чудеса в Народной Республике Болгарии. Люди стали ходить, стали видеть, стали слышать. И все это я увидела своими глазами. Фиксировали все это? Да, фиксировали, записывали. И это было чудо. ძალიან დიდი ხნის მერე გააკეთა აკადემია, მის სახელობის აკადემია, ალტერნატიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია და ჩემი დამსახურებისათვის ამ აკადემიის ნამდვილი წევრობა მომენიჭა. როგორ მოხდი ბულგარეთში ვანგასთან? იმიტომ რომ ეს მარტივი არ არის ვანგასთან მოხვედა. პირველი წელი ეს წელია, როდესაც მე და ჩემი განყოფილების გამგემ რამაზ გურგუმული ვიყავით ბულგარეთში, მივლინებით. ეს იყო საოცარი ლამაზი ქალაქი ველინგრადი, პატარა საკურორტო ქალაქი. მითხრა ბატონმა რამაზიმ, რომ მოდიო წამოიღეო შენ ჯუნას სერტიფიკატი. მაინც უქონდესო, იმიტომ რომ შენ ვერ მოისვენებო იქ პაციენტებთან აუცილებლად იმუშაებო და ოფიციალურად რო ქონდესო ესო, რომ ნახონო ექიმებმა. სასტუმროში სადაც ვიყავი, დაიჩივლა ერთ-ერთმა თანამშრომლმა, ჩემ წოლსო აქო, თავის ტკივილებიო, შაკიკი აქო და მეორე დღეს მომიყვანა ლამაზი ქალი, მანიპულაციები ყველაფერი ჩატარდა რამდენიმე წუთი. მოეხსნა ტკივილები, მეორე დღეს მოვიდა გახარებული, უკვე 4 კაცი მოიყვანა. მსგავსი თემატიკი, მოკლედ აგურდა და სანამ თქვენ აქ ახართ, იქნებ იმუშაოთ, ჩვენც მადლიერები იქნებით, თქვენც მადლიერები იქნებით, იმიტომ რომ ეს ბულგარეთ საქართველოს ურთიერთობა გამყარდება და მომავალ წელს ჩავგზავნით თუ ყველა პირობას შეგიქმნით, ოჯახთან ერთად ჩამოდითო. მეორე წელია უკვე დავხვდენ, მე ჩემი მეუღლე, ქალბატონი მარია. 1989 წლის ზაფხულში მე გია და ბავშვი ბულგარეთში გავიმგზავრეთ. ველინგრადში ჩავედით. ეს საკურორტო ქალაქია. გია იქ მოწვევით იყო. პაციენტები ელოდებოდნენ. და ჩემი ქალიშვილი, უფროსი ქალიშვილი, მაშინ მეორე ამყავდა, თათია. ეს იყო წარუშლელი შთაბეჭდილება ჩემთვის. მახსოვს ეს ფრაზა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, მადლიერი პაციენტები, რომლებიც მოდიოდნენ და თავზე ხელს მისვებდნენ და მეუბნებოდნენ ბულგარულად. ბოქტე ბლაგასლავი. ესე იგი ღმერთმა დაგლოცოთ და ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. ჩავედით ბულგარეთში, შესანიშნავ სასტუმროში მოგათავსეს იქ და გარკვეული მიმართულება მოგცეს, რომ აი ამ დროს თქვენ პოლიკლინიკაში იმუშავებთ, ხელშეკრულება დაგვიდეს და მუშაობ ბედნიერად. ძალიან ბევრი პაციენტი ყავდა. შემდეგ სასტუმროში ბრუნდებოდა, თუმცა ხალხის ნაკადი არც იქ ჩერდებოდა. მე იქ ბიჭები იყვნენ ესეთი სერიოზული ხალხი და ეხლა თქვენ ასეთ რო წვალობთო, მუშაობთო, მოანგაროთ რასაკვირველია. იმიტომ ყველა პირობა ქონდა შექმნილი და მაშინ არ იყო ეს ბიზნესი და ასეთი ურთიერთობა იყო უბრალოდ ადამიანური დამოკიდებულება. ბიჭებმა მითხრეს რა გაგეხარდებაო და მე უთხარი ახლა ბულგარეთში რა გამეხარდება და ვანგას ნახო. აიღო ცოტა რთული თემაო, ვანგასთან შეხვედრაო. არ მოგცეს პირობა, მე ჩემი უთხარი. რამდენიმე დღეში მითხრეს, რომ ყველაფერი შეთანხმებულია საზღვარზე. მაშინ საზღვარი იყო. შლაგბაუმი იყო ყოველ შემთხვევაში, კარგად მახსოვს, მანქანა გაამზადეს და მივდივართ მე, რატკა მილება, ძღოლი და გენოპეევი. ჩავედით მართლაც იქ წესია რაღაც თავისებური. გადაიხადეს გადასახდელი ყველაფერი და მართლაც შევთავაზეთ და მაგათ თქვა მე დავინახე ეს ექიმიო და მივიღებ მას. ეს უკვე პირველი ის იყო. ტელეფონით დაუკავშირდნენ, აი ასეთი პირობა, ახლა გამართული ვარ, წელგამართული მივედით იქ რუპიდაში. სადაც მან გაიგებს, ხალხია ძალიან დიდი, რაოდენობა ხალხის, ხოლმე ჩვენ ახლა მივდივართ პაროლით უკვე, შევდივართ შიგნით და მივედით კარებთან. გამომიდა მისი და თქვა რომ მან ძალიან ცუდად არისო და ვერ მიგიღებთო. აგარ რატკამ გამოიყვანა მდგომარეობიდან, მე შოკში ვიყავი.
ხმა ვერ ამოვიღეთ, რადგან თქვა ეს ექიმიაო და თუ ჭირდება დახმარებაო, სანამ თქვენ ექიმს გამოიძახეთ, კითხევა იქნება, დაჭირდესო. შევიდა ეს და ისე რა, ასიდად შევიდა და გამოვიდა გაფეთრებული. შემოვიდესო მანგამ თქვა. შევედი მე მარტო. ენა არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. მარტო ვარ პაციენტი. მანგას უნდა ნაგვიზბუში შეტევა, იწოდა ხნეშობა. უნდა აქ საინტერესო მომენტი. რაღაცა გაკეთებინებს იმას, რაც ორდინალური არ არის. და მე ალბათ შედის ჩვევაში. და მართლაც უცბად მუხლები მომეკვეთა. ჩავიმუხლე და მოვკიდე მაჯაში ხელი, მაჯებში. ეს არის ჩემი მეთოდიკა, მაგრამ რაღაცა გამაკეთებინა. ვიძენო კონტაქტი შედგა. ორივე გავჩერდით. და წამოვიდა ენერგია და გულზე დავუთ. ვიძენო გავითბა. ანუ მანგას გამიმიღე უფლება. და ჩაუტარე ეს ჩემი მეთოდიკა რაც იქ. უენოთ ეს კონტაქტის გარეშე სულთა ემოციებით. რამდენი წუთი იყო იქ. არ ვიცოდი, ახლა მუშაობ და უკვე მანგარო ჩაწნარო და დავშვი და დაწნარ და ვიძაირო უკვე დამთავრდა მანუ გამოვედი. ლუკა მიყურებს. ხარიცის რა როგორ რადგა მიხდა რომ რაღაც სახე მაქვს გაბწყინებული, ასე მისია შევასრულე და წამოვედით. მეტი არაფერი. ჩემი გავაკეთე. მეორე დღეს ზარია ლუკასგან და გვიბარებს რომ მაგამ შემოგითვალა თუ ჩამოვიდნენ. ეს არის უკვე რაღაც საინტერესო. იგივე შემადგენლობით თავქმომგლეჯილები გავარდით. მაგარავის არ იღებს, ჩვენ გველოდება. ლუკთან საცმელში გაგვიყვანა ეზოს გარეთ, სკამზე და არც აცხელა არც არაფერი და დაიწყო მაგამ ჩემზე. ვინა ვარ, სადა ვარ, რამდენი წლის არის ყველაფერი და უსმენს, რადგან უცბად თარგმნის. ლაპარაკობს ძალიან ჩქარა, თითქოს რაღაც ინფორმაცია მოდის ემოდა, ილაპარაკა ყველაფერი ესა და გამახსენა რომ ბაბუაჩემი თუნდა ბდელი იყო, არც მახსოვდა ამდენი ხნის განმავლობაში ეს ყველაფერი მიცხარო შენ. დაუცველი ხარ იმისგან, შენ უნდა გააგრძელო შენი პროფესია, ექიმი ხარ, ყველაფერი კარგად. ვიცინას არ მეტყოლა, რაც იყო როგორც იყო ისე, გახარებული ბედნიერი და რომ მოვდივარ უსპოთ, ლუკა მორბის ცელოფანი აქვს. რაღაცა დევშინი და ესო ვანგამო საჩუქრად. უთხარი ეს მე თუ საქართველოს არა თქვენო, თქვენი ექიმობის საბოლოო ხო თქვენ ჩაატარეთ манипуляცია და ეს არის ანაზღაურება იგივე. მისგან საჩუქარი. ჩვენი ოჯახისთვის რელიქვია საჩუქარი, რომელიც მანქან პირადად მას გადასცა და ალოცა უწინასწარმეტყველა ბევრი საუკეთესო რა არის აბსოლუტურად ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საპასუხისმგებლო ამავდროულად. საოცარია. თვალის ჩინის არ მქონე ადამიანმა როგორ მოძებნა ჩემი შესათვის ჭურჭელი. ჭურჭელის გამოსახულება. წინა მხარეს ეს არის ყურძნის კრეფის სცენა. ეს არის ქართველებისთვის ყველაზე ძლიერი სიმბოლიკა. ყურძენი, ქართული ფენომენი და ღვინის პოპულარიზაცია და გატანა მსოფლიოში. რომ ჩვენ ვართ მეღვინეობის ქვეყანა. მეორე მხარეს არის ძალიან ღრმად რო შევედი მისაღწევაში, ეს არის საკუთარ ბოროტებაზე გამარჯვება. ასეთი სიმბოლოა, რომ შესაკუთარ თავში უნდა დათუნო შენი ბოროტება. ეს არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემი ცხოვრების მანძილზე, რაც მქონია. მე არაერთი წიგნი გამიკეთებია, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან მამას წიგნი იყო და ვანგას ღიმილი. ესე ეწოდება ამ წიგნს. რომლის ყდის დიზაინზეც, როგორც გითხარით, მე და მამამ ერთობლივად ვიმუშავეთ. 30 წელი მოვუდი ასეთი თხელი ავტობიოგრაფიული წიგნის წერას. ძალიან ბევრ დოკუმენტურ ფილმშია ვანგა, სერიოზული ადამიანი და ღიმილი არსად არ არის და მე ეს მომენტი დავიჭირე, რომ ვანგა რომელსაც თვალის ჩინი არ ქონდა, იყურება სარკეში. და სარკიდან იყურება ჯოკონდა. ისეთივე ამოუცნობე ღიმილი ქონდა ჩემს ვანგას, რომელიც როდესაც მე ვნახე. ბულგარელი ელჩი იყო იუგოსლავიაში ბენჩო ბენჩევი, რომლის ოჯახშიც ვიყავით. მაშინ პატარა ვიყავ, ზუსტად ვერ გავაცნობიერე მამას პასუხი. ამ ადამიანმა შესთავაზა მას, რომ ბულგარეთში დარჩენილი იყო, როგორც ექიმი კონსულტანტი, იმიტომ რომ ამდენი გამოჯანმრთელებული და მადლიერი ხალხი არსებობდა მის ირგვლივ და მამამ ესე უპასუხა მაშინ, რომ
მე ჩემი ქვეყნიდან ვერასდროს ვერ წავალ. და ეხლა ხვდები მის შინაარს, ამ პასუხის შინაარს, რომ ის საქართველოში უნდა ყოფილიყო აუცილებლად მიუხედავად დიდი სურვილისა იმათი მხრიდან. როგორც მანგან მიწერა 13 მთელ სოფლიოში შემოვლი დაიმკვიდრებ იმ სახეს, რომელიც არის იქნება ქართული ფენომენი ერთ-ერთი. მე კი არა, არამედ საქართველოსთან წარმოუდგენელი ადამიანი, რომელიც მანგან დაინახა და უწინასწარმეტყველა ისე, როგორც ბევრი აქ ნაწინასწარმეტყველი. აი ეს იყო ჩემი ბულგარეთის ერთ-ერთი ლამაზი თემატიკა და დასახსენებლად ძალიან ტკბილი მოგონება. გარკვეული დროის მერე განიხილეს რა ჩემი საქველმოქმედო მუშაობა. ასეთი სერტიფიკატი მომენიჭა და ოქროს მედალი, ეს არის ალბერტ შვაიცერის ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია. ეს ჰუმანიტარული დარგში, ვინაიდან მე ძირითადად ჩემი მუშაობა საქველმოქმედო მიზნებით ჰქონდა და გამომიგზავნეს აი ეს ლამაზი მედალი, რომელიც არ შემიცვლი არაფერი ამ ლენტზე არის. ესეც ღირსეულია ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია აღიარება. სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ და კიდევ ერთხელ გაეცანეთ გიას ულაყველიძე, რომელიც დღესაც წარმატებით მოღვაწეობს, ცხოვრობს თბილისში, არ მიუტოვებია თავისი სამშობლო, თავისი ქალაქი და ემსახურება თავის ხალხს. სულ ეს იყო.